მოგესალმებით, შემოკარგებო, ბედნიერი კვირადღე, ვნახოთ რა რჩევა გჭირდებათ ახლა ორაკულისგან, რა უნდა იცოდეთ და რა უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში აუცილებლად იცოდეთ, რომ ნუ შეგეშინდებათ, რა მიზანიც ახლა არ უნდა გქონდეთ დასახული, გახსოვდეთ, რომ უახლოესი 3 თვის მანძილზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოასწოროთ სიტუაცია, მთავარია გქონდეთ თვითრწმენა და თქვენს ძალებში და მაღალი ძალების ფარველობაში, მათ ძალებში რწმენა. არ შეგეშინდეთ. ნუ შეგატყობთ თუნდაც საკუთარი თავის და გარშემოყოფებიც, რომ თქვენ გეშინიათ. მყარად და მედგრად იყავით, გახსოვდეთ, რომ ის შრომა, რაც თქვენ გაქვთ გაწეული, დაგიფასდებათ. თქვენი ენერგია, თქვენი შრომა არის დაცული მაღალი ძალების მიერ. განსაკუთრებულად ეს მაინც ეხება ფინანსებს, ეხება საკუთარი ტერიტორიის, საკუთარი ქონების, პირადი საზღვრების დაცვას, განსაკუთრებით სამსახურის ცვლილებას, ხელფასის მატებას, უძრავი ქონების ყიდვას, გადაფორმებას, თუნდაც მიწას რაც შეეხება, განსაკუთრებულად მიწის სტიქია, მიწას რაც შეეხება, ხომ? გაყიდვა, გადაფორმება, დაკანონება და ასე შემდეგ. გახსოვდეთ, რომ ნუ შეგეშინდებათ, აუცილებლად გამოვა. ამ მომენტში თქვენ ფიქრობთ, რომ ეს თქვენთვის მიუღწეველი არის, საკმაოდ შორეული პერსპექტივა არის, მაგრამ რა არის იცით? კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ გადახედეთ საკუთარ თავს, საკუთარ ფიქრებს, საკუთარ ქმედებებს. რამე ხომ არ არის ისეთი, რასაც არასწორად აკეთებთ. რამეს ხომ არ სჭირდება ახალი აზრი, ახალი მიდგომა, ახლებურად გაანალიზება, ახალი დაგეგმარება. მეტად იყავით შემოკარგებო რეალისტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოცნება თქვენთვის საზიანოა. გახსოვდეთ, რომ დღეს მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც დიდი ხანია თქვენ გაწუხებთ. დღეს შეიძლება რჩევის სახით, აზრის სახით, ან რაღაც ახალი ხედვა წამოგივიდეთ ამ საქმესთან დაკავშირებით. მიაქციეთ ყურადღება თუ რას გეტყვიან ირგვლივმყოფი ადამიანები, სიმბოლოებს, მინიშნებებს მიაქციეთ ყურადღება და საკუთარ შინაგან ხმას. დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს, ეცადეთ, რომ მშვიდ გარემოში გაატაროთ დღევანდელი დღე. შეუძლებელი აქ არაფერია, მთავარია თქვენ გჯეროდეთ. უშიშრად და მედგრად იარეთ თქვენს გზაზე. წარმატებები.